განადგურებული სახლები, დატბორილი გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები ადიგენის მუნიციპალიტეტში უხმანალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა. დახოცილია პირუტყვი, განადგურებულია მოსავალი. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. პატარაჩვი ბოუშვით ტყეში ხისძირში ვიმალებული. ხისძირებში ვიყავით დამალული. და არა მოსულან და არავის არ მოგწევია ყურადღება. მანქნებიდან ძირში არ გადმოსულა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხში. წუხინალექის გამოადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები დატბორა. ადგილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დროებით შეიზღუდა. სტიქია იყო ბახმაროშიც. ძლიერი წვიმის გამოადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ნაშალი მასალა ჩამოიტანა. ვიზა ლიბერალიზაციას ერთი მინუსი რაც აქვს ეს მიგრაციის წახალისებაა, თქვა კობახიძემ. მოსალოდნელს საფრთხეს რომ შესაძლოა ქართული ოცნების პოლიტიკური ნაბიჯების გამო საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის საშუალება დაკარგონ, კობახიძე იმით ამართლებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის არარსებობის პირობებში ბევრად მეტი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში და ეს პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკურ ზრდაზე.